ახლა ჩემი ოცნება აღრავიზე აღარ მუშაობ. მაგრამ მეორე მხრივ გეტყვი რომ დრო საერთოდ აღარა. საერთოდ აღარა გაქვს დრო. როცა ხარ დაქირავებული, გარკვეულწილად მეტი დრო გაქვს. იცი რომ შაბათ-კვირას ისვენებ, იცი რომ 7 საათზე სამსახურს ამთავრებ და მერე შენ თავის აქ პრაქტიკულად დრო აღარ მაქვს. ესე იგი, შაბათ-კვირა კალენდარული დღეს რომ მკითხო რა დღეა ვერ გიპასუხებ. არ ვიცი, მე გთხოვე კიდევაც რომ შემახსენე წინა დღეს თუ რა. ეგრეა, შეგახსენე კიდევ. ხო, შემახსენე კიდევაც და გუშინ რომ მეთქი ხვალ უნდა მივიდე იქ. ოღონ დღეს რა დღე არის არ ვიცი. რა რიცხვი არის არ ვიცი. იმიტომ რომ პრაქტიკულად სულ 24 საათიან მუშაობაში ხარ. სახში. მაგრამ განიჭებს სიამოვნებას, აი როგორ ხარ? აი ხარ როდესაც შენ სასან ვითარებ, აგერ მუზეუმის ხედვა გაქვს, უკვე ხედავ შენ ამ მუზეუმს, ანუ შეგოთ ყველა არყვები ეხლა. ანუ რა ენერგიას გაძლევს ეს, როდესაც აი შენსას აკეთებ? მაგარი კითხვაა რა, ძალიან მაგარი კითხვაა. არც ვიცი როგორ უნდა გიპასუხო რა. რაღაც მომენტში საკმაოდ სერიოზული თავისკივილია. იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ აძლევ იმის უფლებას, რომ აი ბერჯერ ყოფილად დილით გავიღვიძებ და აი მინდა უბრალოდ ქალაქში ფეხით გავიარო, ფოტოები გადავიღო, რაღაც ვისიამოვნო, კაფეში დავჯდებ, თქვათ, რაღაც ხალხს გადავხედო და აი ადრე როგორც ხდებოდა, ხო იცი რომ გაიღვიძებდი და იმას ფიქრობდი ხა. რომელ მეგობართან წავიდე, სად და როგორ გავერთოთ რა. მაგის ფაქტიურად ეგეთი რაღაცა ჩემ ცხოვრებაში აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი ის, რომ თქვათ საზღვარგარეთ თუ მიწევს ვიზიტი, მივდივარ, ხო? და ეს ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი იქ რაღაცა ვიპოვო, თქვათ იქ ყველა ქვეყანაში ვიღაცა ახლობელი ყავს, მეგობარი ყავს და ან იმათთან ერთად ჯდები საღამოთი რაღაც დროს ატარებ, ან რაღაც კაი ადგილზე მიდიხარ, ან კაი მუზეუმში მიდიხარ, ან კაი კაფეში ჯდები და აი ეგ მონაკვეთი გაქვს ის რა და დანარჩენი რუტინაში ხარ, სერიოზულ რუტინაში ხარ.